Გემშვიდობისა, თქვენ უსმენთ პოლიტიკას თეასი ჭინავასთან ერთად, ჩვენ საუბრობთ პოლიტიკაზე, გლობალურ პოლიტიკაზე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ქართული პოლიტიკის ჭრილში. დღეს ჩემი სტუმარია საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ჩემი ყოფილი თანა წამყვანი კოლეგა გურამ ნიკოლაშვილი, რომთან ერთადაც წლების განმავლობაში ერთად მუშაობთ. მოგესალმებით გურამ. მიხარია რომ ეხლა ამჯერად როგორც ჩემი სტუმარი ხარ სტუმრად. მეც მიხარია, მივესალმებით თქვენს მსმენელს. რადგან მაინც ვახსენე რომ ჩვენ კოლეგები ვართ, ყოფილი კოლეგები, მაგრამ ყოფილები არ არსებობს ამ პროფესიაში, ხო? მოდი მე ჩვენი სფეროდან დავიწყოთ საუბარი, იმიტომ რომ დღეს ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი და სასაუბრო თემა დებატები, რომელიც დაიწყო ქართულ სივრცეში, დებატები, რომელიც კარგა ხანი იყო, ასე ვთქვათ, ამოღებული გარკვეული მიზეზების გამო და სხვათა შორის პრემიერ-მინისტრმა საკმაოდ დეტალურად ახსნა თავის წერილში, რა იყო მიზეზი ქართული ტელევიზიიდან დებატების გაქრობისა, მაგრამ ეხლა, როგორც ითქვა, დადგა ამის აუცილებლობა. გუშინ ვიხილეთ პირველი ესეთი დებატი, ახლა კონკრეტულ დეტალიზაციაში არ შევალთ, რა თქმა უნდა, გადაცემის შინაარსი, მაგრამ მოდით ზოგადად განვიხილოთ, შენი გადასახედიდან, რა არის მიზანი, რა არის გათვლა, რა შედეგზეა გათვლილი, რომ ქართულ ტელესივრცეში დაბრუნდეს დებატები. რას გულისხმობ ახლა? არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გვაქვს ესეთი მოცემულობა, საზოგადოებაში გულისხმობ. არიან ადამიანები, რომელთათვისაც ის რაც მოხდა, ამის ახსნა არ არსებობს, ანუ ის ისე არის, როგორც არის, როგორც მოხდა. მაგალითად 2023 წელს ან თუნდაც 2024 წელს, რაც არ უნდა არგუმენტი შესთავაზო, მათთვის ეს არ შეიცვლება. არის ესეთი ადამიანები, დამეთანხმები ალბათ. არიან ადამიანები, რომლებთაც მაგალითად არ მოსწონთ ის რაც მოხდა, მაგრამ შეიძლება ეძებდნენ რაღაც არგუმენტებს. რა შედეგს ელის ხელისუფლება შენი აზრით? ეხლა შეიძლება ახსენებ, რა მოხდა, გულისხმობ ალბათ ბოლო 1 წელიწადს მოვლენებს, ხო? ანუ ქართული ოცნება ცოტა უფრო ეგრეთ წოდებული რუსული კანონიდანაც შეგვიძლია დავეთქვათ. 2023-დან, მაგრამ ეს ეტაპობრივად შეგვიძლია უფრო და უფრო სიღრმეში გადავახვიოთ ჭყალებში. ყოველ შემთხვევაში ესეთი სიტუაცია არ ყოფილა უფრო თითოეულ რაღაცა მომენტს განაპირობებს ის კონტექსტი, რაც იმ დროს არის შექმნილი, ხო? ქართული ოცნება ხელისუფლებაში არის 2012 წლიდან. ჩვენ გვახსოვს ეს პერიოდი, მანამდე წინ რა უძღოდა და შემდეგაც თანდათანობით თითქოს ანუ ეჭვს არ იწევდა ის მომენტი, რომ ქართული ოცნება სიტყვაზე იღებს. 2020 წლის დადგომა 2019 წელს უკვე თუ გახსოვს დაიბადა ეს მოლოდინი, რომ იცი რა არის, მორჩა, ორი ვადა გავიდა და ეხლა აღარ არის საჭირო თუ ნაციონალური მოძრაობა ორ ვადაში წავიდა, დროა ქართული ოცნება წავიდეს და რას ნიშნავს წავიდეს. ხო ხვდები ეს ხო ის არ არის ხელოვნურად უნდა ადგეს და ვიღაც არბიტრია და რაღაც ისე დაწეროს, ეს ბუნებრივად უნდა მოხდეს, ხო ესა. და ქართულ ოცნებას იმიტომ რომ მაშინ გახსოვს მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა იყო, ან ისეთი გამონაყოფი იქიდან, რომელიც მაინც ნაციონალური მოძრაობის ნაწილი იყო და არანაირი სხვა ოპოზიცია პრინციპში არ არსებობდა, გენეზისი ყველას ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობაში. საბოლოო ჯამში 2019 წელს ამომრჩეველი იდგა ამ სურათის წინაშე, ან ქართული ოცნება არის, ან ნაციონალური მოძრაობა. რატო ვიხსენებ 2019 წელს? იმიტომ რომ მე მგონია რომ საზოგადოებრივი დინამიკა სწორედ მას შემდეგ დაიწყო და ეს უკავშირდება ეგრეთ წოდებულ გავრილოვის ღამეს. მე მაშინ იმედში 2018 წელს იყო საპრეზიდენტო არჩევნები, თქვენ გახსოვთ ეს კამპანია კარგად, სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც ქართულმა ოცნებამ მხარი დაუჭირა. ქართული ოცნება არ ჩარეულა მის არჩევნებში პირველ ტურში, ამიტომაც ჩვენ გვახსოვს ფრედ დამთავრებული შედეგი მოლოდინის მიუხედავად რომ გაიმარჯვებდა. შემდეგ უკვე დაიქოქა პარტიული ინფრასტრუქტურა, მათ შორის სატელევიზიო ეთერები და მაშინ მოხდი სწორედ ტელევიზიაში, ეს იყო საზოგადოებრივი მაუწყებელს, როცა სპეციალური გადაცემა იყო და ყველა არხზე არსებობდა ესეთი რამ. და შემდეგ უკვე ის პროექტი დამთავრდა არჩევნების შემდეგ და მე გადმოვედი იმედზე და რატო ვიხსენებ, ეს იყო 2018 წლის დეკემბერი, 2019 წელს მე მახსოვს, სადღაც ივნისის დასაწყისი ან მაისი, დებატი, რომელიც მაშინ უკვე რო მუშაობდით, ორგანიზება გაუკეთეთ ირაკლი კობახიძე და დათო უსუფაშვილი, თუ გახსოვს. ეს იყო მე მგონი სულ რამდენიმე ჩატარდა. ძალიან საინტერესო სხვა შორის. ძალიან საინტერესო იყო, არ ვიცით რა მოხდებოდა. საპარლამენტო მოწყობაზე იყო ერთ-ერთი თემა იყო. კონსტიტუცია მაჟორიტარები და პროპორციულზე იყო თავარი. ძალიან საინტერესო იყო, ხო, ეს ორი პარლამენტის თავმჯდომარის დაპირისპირება. მე მალე ხდება ეს გავრილოვის ღამე, სადაც შემოდის უკვე ეს პირველი ბზარი, ანუ რაშია
რაღაცნაირა აცდენა ჩვენ შორის ხოლმე. ხო ეს ხო არ არის ძალიან კონკრეტულ საკითხზე, სადაც წანამძღვრებს ვეთანხმებით და შემდეგ უბრალოდ განსხვავებული შეფასება გვაქვს. ეს არის ორი სხვანაირი მსოფლმხედველობა, როდესაც ორი ძალა სხვადასხვანაირად უყურებს საერთოდ თუ რა ხდება ქვეყანაში. 2019 წლიდან გააქტიურებას იწყებს ნაციონალური მოძრაობის მთავარი რიტორიკული ეს ვთქვათ სტიგმა, რომელსაც ისინი ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილი როგორც კი გამოჩნდა პოლიტიკაში 2011 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ იმისათვის რომ ის გაეჩერებინათ, მას დაარქვეს, რომ ეს არის რუსული პროექტი. არჩევნების შემოსვლამდეც 2011 ოქტომბერში რომ განაცხადა, რამდენიმე დღეში მას ჩამოართვეს მოქალაქეობა და თქვეს, რომ ეს არის რუსული პროექტი. აი მის შემდეგ ეს სტიგმა არსად არ გამქრალა. უბრალოდ ის სხვა რამე ვერ მოიძებნა, ყველაფერში ქართულმა ოცნებამ მოიგო, ბიძინა ივანიშვილმა მოიგო და მაგრამ ეს აგრძელებდა ცხოვრებას და ეჭვის თესვას. 2019 წელს ხდება სწორედ ის, აი ჩვენ ხო ვიძახით და ისევ აი ამ დროშის ქვეშ და მას შემდეგ ეს პრორუსული ბრალდება მუდმივად არსებობს და ცდილობს ცხოვრება მიდის, რაღაცები იცვლება, რაღაცები ხდება და ყველაფერი აი ამ ჯგუფმა და ამ სამყაროს დაინახოს პრორუსულ ჭრილში. ჩვენ გვახსოვს მე შემილია მე დაგისახელვა ხა არ მინდა პირდაპირ ღია ეთერში ჩვენი კოლეგა ჩვენთან მუშაობდა ანუ აი გადამკვდარი კოდსი თუ შეიძლება ესე ითქვას და დღესო ჩართოს რაღაცა ინტერნეტში რაღაც პატარა ვიდეოებს როცა რას იძახის რას ლაპარაკობს ვერ წარმოიდგენ ეს ტრანსფორმაცია როგორ შეიძლება მოხდეს ხვდები მაგრამ მოახერხა იმ რაღაც პროპაგანდამ რომ ეს პრორუსულობის ალმის ქვეშ დარაზმა ეს ხალხი და უთხრა რომ არა ეს ყველაფერი რუსული საქმე მეორე მხრივ არის რეალური სამყარო, სადაც თავისი ლოგიკა აქვს იმ ყველაფერს აცხადება. ეხლა რაც შეეხება გაყოფას და ამ ლოგიკას რა არის? 2019 წლიდან ეს ყველაფერი იწყება, იმიტომ რომ არის მზადება, რომ 2020-ში უნდა იყოს არჩევნები. ეს გავრილოვის თემა იყო ესე გამოყენებული. ქართული ოცნება დაიხია მაშინ უკან, იმიტომ რომ ეხლა გინდა არ გინდა მოხდა რაღაც ინციდენტი, რა მნიშვნელობა აქვს, რომ შემთხვევით მოხდა თუ არ მოხდა, ვიღაცებს მაინც ვერ დააჯერებ ამაში და შემდეგ ჩვენ მივიღეთ 2020 წლის არჩევნები. აი, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ აი ფუნდამენტურ გახლიჩვაზე, ეს არის 2020 წლის არჩევნები. არჩევნები, როდესაც ჩვენ ვნახეთ ღიად და წინ გამოსული ის კულისებიდან ის მთავარი ძალა, რომელიც აღმოჩნდა, რომ არის მთავარი ინსტრუმენტი სხვადასხვა ძალების ხელში იმისათვის, რომ ზეგავლენა მოახდინოს არჩევნებზე. 2020 წლის არჩევნებზე ჯერ კიდევ 2003 წლიდან ცნობილმა არასამთავრობო ორგანიზაცია ისფედმა პირდაპირი ჩარევა და შეტევა განახორციელა არჩევნებზე. მან თქვა, რომ ჩვენ დავთვალეთ და არჩევნების შედეგი არის სხვა. მე უთხრეს რომ გვანახეთ რა დათვალეთ, წავიდა კამათი და მათ ეს ინფორმაცია 40 დღის განმავლობაში არ გაამხილეს, მანამდე ვიდრე 11 დეკემბერს არ შეიკრიბა პარლამენტი, შეიკრიბა პარლამენტი და მაშინაც პროტესტები მიდიოდა, ყველაფერი წინააღმდეგობა, რა კი ეს ვერ ჩაიშალა ეს ხდომა, საღამოს გამოვიდა მისი ხელმძღვანელი ეთერში, ბატონ გვარამიესთან და თქვა რომ არა, ხო ჩვენ შეგვეშალა. მაგრამ ის 40 დღე კი ბატონო, ეს მან დაფიქსირდა ძალიან მკაფიოდ, რომ ეს ჯგუფი, ეს ქსელი, ეს NGO ორგანიზაციები, რომელიც ძალიან ბევრია, ზოგი მუშაობს ჩიტებზე და ზოგი გარემოს დაცვაზე, მაგრამ ვიღაცები მუშაობენ სწორედ ამ პოლიტიკური საკითხებით, ხო? რომ ეს არის უკვე პოლიტიკური აქტორი. ეს 2020 წელს იყო ძალიან ნათელი და ცხადი. თუმცა გაუგებარი იყო ჩარევის ის ხარისხი, რატო იყო მნიშვნელოვანი. შემდეგ იყო შემდეგი არჩევნები 2021 წლის, ღამით ჩამოსული სააკაშვილი, მორიგი შეტევა არჩევნების დელეგიტიმაციაზე, გადაბრუნებას და აი ესე ლოგიკურად მოდის პროცესი დღევანდელ დღემდე. ხო და 2019 რო გავიხსენე და მე რო ეს გავრულები მოყვა პრაქტიკულად უკვე აზრი დაკარგა. აი ეს პროცესი ისე გაიხლიჩა, აზრი დაკარგა მხარეებს შორის ლაპარაკი, იმიტომ რომ მე და შენ ვერ თავხდებით დედამიწა მრგვალია თუ ბრწყელია. როგორ ვილაპარაკოთ გრავიტაციაზე, იქცევა მოქცევაზე, მთვარის იმაზე, დაბნელებაზე თუ ამაზე ვერ თავხდებით. გასაგებია, ხო და ეს შეუთანხმებლობა და ეს ფუნდამენტური გახლიჩვა, რასაც საუბრობ, ის მას ანუ ვთქვათ დადებითობისკენ პირი არ უცვლია, პირიქით ის უფრო ღრმავდება წლები და აი ეხლა რამ განაპირობა თქო ანუ თუ იმ ადამიანს ვერ გააგებინებ დედამიწა მრგვალია თუ ბრტყელია ამაზე ვერ თახდებით და ვერც გრავიტაციაზე და ვერც თვარის მიქცევა მოქცევაზე ეხლა 2026 წელს რა მოხდება ისეთი ამ დებატებით მაგალითად რომ ის დაიჯერებს რომ დედამიწა მრგვალია ნახეთ ეს დებატები არ არის პირდაპირ მიმართული აი იმ ყველაზე რადიკალურ ჯგუფზე რომელიც დაემსგავსა ჩვენთან ცნობილი პერსონაჟები არიან რაღაცა სექტების პატარა ესეთი ლიდერები და მინდევრები ყავს რომელიც სახში კი არა უბრალოდ სადარბაზოში ელოდებიან ხო ხტები ანუ ვიღაცებს რა თქმა უნდა ვერ დააჯერებ მაგრამ
ჩვენი ხელისუფლების სწორება არ არის, აი ოპოზიცია არ ადგენს დღის წესრიგს. ხელისუფლებას და ქართულ ოცნებას გააჩნია თავის დღის წესრიგი, რომელიც მიყვება იმ გლობალურ მოვლენებს, რაც სოფლიოში და ქვეყანაში ვითარდება და მას მიყავს ეს ქვეყანა განვითარებისკენ. ეხლა რას გულისხმობ? 2026 წელს იმიტომ გახდა ეს შემოტრიალება საჭირო და მე ეგრე მგონია ხა ეს დეტალურად არავისთან არ მილაპარაკია, მაგრამ დღის წესრიგში იმიტომ დაბრუნდა, რომ 2026 წელს ბევრი რამ გაირკვა. და ბევრ რამეს თავის სახელი დაერქვა. ეს ყველაფერი უბრალოდ 25-ში მოხდა და 25-ში დასრულდა ძალიან დიდი პროცესი. ამიტომ 2026-ში უკვე ჩვენ შეგვიძლია ეს გადატვირთვა გავაკეთოთ. მაგალითად, რას გულისხმობ, ნახე, როდესაც თავარი პრობლემა რაც დადგა, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება იყო ძალიან ზომიერი. სადღაც დათმო, ვიღაცას ელაპარაკა, ანუ ყოველ შემთხვევაში ეს სიღრმისეულად ეს გაწყვეტა და ეს კავშირი არც დონორ ორგანიზაციებთან, არც უცხო ქვეყნის დიპლომატებთან, რაღაც წარმომადგენლებთან არ ყოფილა ესეთი. ხო, იყო შეუთანხმებულობა პრობლემა, მაგრამ მაინც ერთობლივად პროცესი მიდიოდა. თუ გახსოვს, იყო შარლ მიშელის პროცესი. კი ბატონო. მისი რაღაც შუამავლობით, მაშინ ხელოვნურად ასევე შექმნილი კრიზისი სრულიად უსაფუძვლოდ, როგორ იყო ქართული ოცნება ჩართული, აწერდა ხელს რაღაც მემორანდუმებს, რაღაც 53%-იან ბარიერებს და ასე შემდეგ. ხო, ანუ 2020-2021 წელმა აი ამ ნიშნით სწორედ გაიარა და ეს თვითონ შეთანხმება და მოდი პარლამენტში შემოდით და ასე შემდეგ. მაგრამ მე ხდება მთავარი რამ რაც ცulis მთლიანად თელ სამყაროს, თელ უსაფრთხოების არქიტექტურას, გეოპოლიტიკას და ასე შემდეგ. ეს არის 2022 წლის 24 ოქტომბერი. თუ გახსოვს 24 თებერვალი, თუ გახსოვს, ხო, ომს გულისხმობ. ომის დაწყებამდე პერიოდი, ვისაც კარგად ახსოვს, ანუ დაახლოებით ექსპერტების 95% იძახდა, რომ არა, ომი არ იქნება, იმიტომ რომ ვერავის ვერ წარმოედგინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს 2008, ყირიმი 2014 შეიძლება რუსეთი უბრალოდ ესე შეიჭრეს. 95% იქნება, რომ ალბათ ეს არის მორიგი მანევრი, რაღაც არ იქნება. და ეს მოხდა. და როგორც კი ეს მოხდა, სამყარო უკვე შეიცვალა, იმიტომ რომ რუსეთი აღმოჩნდა, შევიდა ისეთ ომში, საიდანაც უკან ვეღარ გამოვიდოდა უბრალოდ, ხო? მართალია გაცხადებული მიზნები იყო, რომ 3 დღე ესე რა თქმა უნდა არ მოხდა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ უკვე 4 წლიან ომს და თავის ხანგრძლივობით მან გადააჭარბა დიდი საამულო ომის ხანგრძლივობას. შეიძლება მალე გადააჭარბოს მთლიანად მეორე მსოფლიო ომის ხანგრძლივობას. ხვდები? ამიტომ ქართული ოცნება, იმიტომ რომ იყო ხელისუფლებაში, იმიტომ რომ მას ჰქონდა ძალიან მჭიდრო კავშირები დიპლომატებთან, ანუ მარტო ის ხო არ არის, რასაც ჩვენ ეკრანზე ვხედავთ. ლაპარაკი არის კულისებში, კაბინეტებში, შეხვედრებზე, ურთიერთობაზე. მან იცოდა ბევრი რაღაც მომენტის მეორე მხარე. რა ხდება, რა პროცესი მიდის, საიდან ვინ როგორ არყევს. ამიტომ ის აღმოჩნდა გუში პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ რაღაცა წინასწარმეტყველური პოზიცია დაიჭირა და მე ვიტყოდი, რომ უფრო განჭრეტადი. ანუ ამას გააჩნდა თავის წინაპირობა, რატომაც ქართულმა ხელისუფლებამ, ქართულმა ოცნებამ თქვა, რომ ეხლა ეს სამყარო შეიცვალა, ძალიან საშიში გახდა და ნომერი 1 ამოცანა ეს არის უსაფრთხოება და ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ეს ქვეყანა. მithom ძალიან მწარედ გვახსოვს რაღაც გუშინ სხვადასხვა აი ეს აქტიური და პოლიტიკური თამაშებმა რა შედეგი მოგვიტანა, ხო? ჩვენ თაობას გამოვლილი გვაქვს რამდენი ომი. კი ბატონო. წარმოიდგინე, ყარაბაღის ომი გვერდზე იყო, ხო, 88-ში დაწყებული ეს ომი გვახსოვს, აფხაზეთის ომი, სამოქალაქო ომი, კიდე მანამდე ცხინვალის ომი და სამაჩაბლო მერი, აფხაზეთი 2008. ეს ყველაფერი აი ჩემ და შენ ცხოვრებაში გავიარეთ, ხო? ამიტომ თქვა, რომ ეხა არის სიფრთხილის დრო, იმიტომ რომ ამ ხელა მასშტაბის ომი არ ყოფილა. და მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 80 წლის შემდეგ ეს სამყარო მთლიანად შეიცვალა. მაგრამ ეხა ერთ დღეში ხო არ შეიცვლება ადამიანი. და ხალხი 30 წელია ცხოვრობს საბჭოთა კავშირი აღარ არის, ჩვენ უნდა დასავლური ინტეგრაცია, ჩვენ მივდივართ აქეთკენ. ყველა მიცის აი ეს ისტორია. სადაც არსებობს ნათელი მხარე, გამარჯვებული მხარე და რაღაც ბოროტი მხარე, მით უმეტეს პოსტსაბჭოთა ეპოქაში, ეხლა სტალინის გულაგების და საბჭოთა იმპერია რაც უდი იყო, ამის მეტი არაფერი არ მოგვისმენია, ხო? და ეხლა ერთ დღეში ეს ვერ შეიცვლება. უფრო დიდი ისტორია, რომ ეს ქვეყნები დიდი ხანი არსებობენ, არსებობს გეოპოლიტიკური ინტერესები დაპირისპირება, რომ 10, 20 და 30 წელი ამ ისტორიის ფუძლებისთვის არაფერი არ არის. ეს ისტორია არავინ არ იცის. მაგრამ ვინც პასუხისმგებლიანია, ვინც პროფესიულად არის ქვეყნის მართვით დაკავებული, იმან იცის ეს ყველაფერი და ის ძალიან კარგად გძნობს რეალურად, რომ ტელეეკრანზე კი არ იქნება მარტო ის სინამდვილე, რაც ჩვენ გონია რომ სინამდვილე, არამედ რეალური მართვის სივრცეში. რომ ეს ყველაფერი ესე ადვილი არ არის.
და ამიტომ ჩვენ დავიჭერეთ ის პროცესი, რასაც მოყვა მორიგი ტალღა, რომ აი თქვენ ხართ რუსეთისკენ, თქვენ საქართველოს ინტერესებს გაიცავთ. აქ მხოლოდ ორი მხარე, ან ხარ რუსეთისკენ, ან ხარ დასავლეთისკენ და შენ უნდა გააკეთოს. მე ეს პროცესი ჩვენ გვახსოვს აწავიდა, ხო 2022 წელი, 2023 წელი ჯერ სტატუსი გახდა საჭიდაო. მე ჩვენ არ მოგვანიჭეს, ხებს მიანიჭეს. და ამ ჭიდაობაში გავიარეთ ჩვენი პოზიცია ქონა და ვამუნათებდით რის გამო არ გვაძლევთ იმ ვიღაცას თავის პოზიცია ქონა მაგრამ ჩვენ ნახეთ გამოკვეთილი ეს NGO სექტორი ეს პოლიტიკური აქტორები რომლებიც ყველა საბაბს იყენებდნენ რომ დაპირისპირებოდნენ ხელისუფლებას ეს ყველაფერი ისტორია და 2024 წლის არჩევნები ხეა ჩატარდა ზუსტად ამ ნიშნით ანუ პრაქტიკულად აი ეს დღის წესრიგი ისე გაიბერო რომ მივედით რეფერენდუმის იდეამდე კი ბატონო. მათ თქვეს რომ არა ეს არის რეფერენდუმი, ანუ ყოფნა არ ყოფნა, ჩვენ ახლა ან დასავლეთში მივდივართ, ან რუსეთში მივდივართ. ჩვენ თქვით რა, თქვენ რეფერენდუმი გინდათ? კარგი, ჩვენ მივიღებთ ამ გამოწვევას რეფერენდუმის და სინამდვილეში ოღონდ რეალობა ეგრე არ არის, რომ ეს არჩევანი დგას, რეალობა დგას, არჩევანი დგას, ან ომია ჩვენ ქვეყანაში საქართველოს მთელი ამ არჩევნის განმავლობაში ეს იყო მთავარი გზავნილი. ხალხი ირჩევდა პარტიას კი არა უბრალოდ ხალხი ირჩევდა სოფხედულობას რომ ჩვენ როგორ აღვიქვავთ გარესამყაროს რა არის ნომერი 1 გაიმარჯვა ამ ხედავ აი ხო და დღეს რა არის გვასახსნელი მოსახლეობისთვის ანუ იმან ვინც არჩევანი გააკეთა 2022 წელს ვინც გააკეთა არჩევანი იმას გააზრებული აქვს და იმ სლოგანის მიხედვით რომელიც იქენ ახსენეს სწორედ ასე გააკეთა არჩევანი მშვიდობასა და სოფხედულობა ირჩია რომ კი დღეს ომი ბევრად მეტი საფრთხეა ვიდრე ის რომ მე ხარ სადღაც მივდივარ. მივიდეთ ახლა ჩემს კითხვამდე. აი ხა მოვდივარ მაგ კითხვამდე ხვდები? 2024 წელს ჩვენთან რო არჩევნები ჩატარდა, შემდეგ რო თქვეს რომ ესეც გაყავდა და ვერაფერი ვერ დაამტკიცეს და დღემდე ცდილობენ ამ ყველაფერს და არ არსებობს უბრალოდ ეს ვერ ნახა. ჩვენ კიდე მეორე 2020 წლის წრეზე წავედით. ალბათ მათთვის პროგრამა მინიმუმი იყო რომ ჩვენ ქართულ ოცნებას ისევ შევითრევთ აი ამ ფასილიტაციის რაღაც პროცესში და მორიგ შარმეშელობაში და უცებ ქართულ ოცნებმა თქვა რომ არა. მე აქ შემოყოლას არ ვაპირებ. ან არის ესე, იმიტომ რომ მე X რაც იყო ხარვეზები თუ გახსოვს, პრო კოვიდის პერიოდი იყო, ღამე სანამ პირველი ხმები წამოვა, მაშინ ხდება ხო ამ ადუღება პროცესი და ეხლა საათნახევარში ყველაფერი დამთავრდა. ხო, იმიტომ რომ სრულად ელექტრონულად ჩატარდა. პირდაპირ შედეგები და არა exit poll-ი აღარ გჭირდება. უი და წავიდა ეს გამოცხადებული გაყალბების ქრონიკა, ხმამაღალი იყო მაშინდელი პრეზიდენტი ამ ხრივ სალომე ზურაბიშვილი და ქართულმა ოცნებამ აირჩია სრულიად სხვა გზა. ანუ იცი რა არის, მე აღარ ვაპირებ ამ მოტყობას, ან არის ესე, ან არის სხვანაირად, მაგრამ პარალელურად ტარდებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩევნები. სადაც გაიმარჯვა დონალდ ტრამპმა, რომელიც იანვარში შეუდგა პრეზიდენტობას. რომელსაც მე ერთი წელი ჩაატარა ინფორმით, ხა რომ აღარ გადავიდეთ მისი პოლიტიკის განხილვაზე და იმ რაღაც ძალიან წინააღმდეგობებით, ახსავსე განცხადებებით თუ რაღაც ოდიოზური გამოხმაურებით. როგორც გაკეთა, მაგრამ თავი შოკი რა იყო, რომ დონალდ ტრამპმა გააფორმა ის რეალობა, რომელიც სინამდვილეში 2022 წელს შეიცვალა, როგორც კი ესე იგი ერთ-ერთმა დიდმა ატომურმა სახელმწიფომ დაარღვია მსოფლიო უსაფრთხოების წესრიგი. უბრალოდ არსებობს მოლოდინი, რომ იცი რა არის, ეხლა კარგი ბიჭები მოვლენ, როგორც იმაშია, ბრწყინვალე შვიდეულში და ამ კაცს ეხლა დააბრუნებენ სადღაც და ისევ წესრიგი დაისადგურეს, მაგრამ გავიდა 1 წელი, გავიდა 2 წელი, გავიდა 3 წელი და ეს ვერ ხერხდება. უკრაინა ილევა, იღუპება რუსიც, უკრაინელიც, მაგრამ რუსეთი წინ მიიწევს, ანუ და ტრამპი იძახის რომ 3 წელი გავიდა, აბა რა გაქვთ? არაფერი არა გაქვთ შედეგი. მორჩა და ის იმის გარეშე რომ თქვა დაარქოს ამას მარცხიმა საერთოდ მის ლექსიკონში ეგეთ სიტყვა არ არსებობს, უბრალოდ ის იწყებს ახალ პოლიტიკას, გადატვირთვას სრულიად სოფლიოში. ხო, ეს უკრაინა მე აღარ მაინტერესებს, მე ეს იყო ხარჯი, მე აქედან უნდა გამოვიდე, მე მაქვს ხა რაღაცა ჩინეთი, იქ რაღაც ნავთობი გავაკონტროლო და უცებ ეს ადამიანები უყურებენ რომ საერთოდ შეიცვალა ყველაფერი. ართმევს ხელს პუტინს მაგრამ ვინც რაღაცა უფრო მეტი იცის, იმან იცის რომ ესეთი მანევრები დიდი ქვეყნების შემთხვევაში მოულოდნელი არ არის. გუშინ რომ ამერიკის პარტნიორი იყავი. კაი დღეს სხვანაირად გელაპარაკება და ტარიფებს გიწესებს. კაი თქვა ტრამპია გიჟი. რომ მოტრიალდები ეგრევე კანადა რო ხარ, ბრიტანეთი რო ხარ, საფრანგეთი რო ხარ და გაიქცევი და მე სი ძინპინს ეხუტები, იმიტომ რომ რომელსაც ყველა ტრამპი იძახის ამ ყველაფერს იმიტომ ვაკეთებ, რომ ის შევზღუდო. ანუ ყველაფერი მოსულა, ხო? და შენ დღეს ერთადერთი ქვეყანა ხარ, რომელსაც დიპლომატიური ურთიერთობებიც არ აქვს რუსეთთან. სომხეთით რო არიან აღფრთოვანებულები. ანუ სომხეთი ვისთანდებს ხელშეკრულებას ის ვინც გუშინ დაამარცხა ბუკვალურად. და ყველაფერი წაართვა და ემუქრება რომ მაგ ქვეყანასაც გაგიუქმე, აი თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ესე გაისრისება და დღეს იძულებულია რომ სხვა ტიპის პოლიტიკა აწარმოოს და ამას ქვია რომ აი თურმე მშვიდობამ დაისადგურა. აი ამის ასახსნელად არის საჭირო ეს ფორმატი. აი ხომ ამას ყოველდღიურად ხსნის ქართული ოცნება. შეხედე რა არის მთავარი აი ამ პროცესებმა
დაადასტურა, რომ ქართულმა ოცნებამ მოიგო ყველაფერში. მან მოიგო არჩევნები, მან მოიგო ქუჩაში, ანუ ქუჩაში მოახერხა ამ პროტესტის თუ ტალღის თუ დემონსტრაციის პროტესტის მონაწილეები, ჩახშობა მოახერხა, სად არის ხა ხდება რამე შეტაკება და შემოტაკება? არ შეტაკებას არ გულისხმობ, პროტესტს გულისხმობს. ხო, ეს პროტესტი კიდე ძალიან საინტერესო ცნებაა რა. პროტესტი ვიცით, შენ შეიძლება ერთჯერადი აქტია. რაღაცა გამიპროტესტო, გავიგე, შენ მე არ მეთახვევი, პროტესტი გამოხატე, წახვედი მე სახში. ეს არ არის პროტესტი, ეს არის წინააღმდეგობა. ეს არის აქტიური პოლიტიკური გამოხატულება, დემონსტრაციები, რომელიც ნიშნავს წინააღმდეგობას არ დათანხმდება აქტიურ ფორმას. უბრალოდ ამას დაარქვის პროტესტი, რომ ვითომ ესე უფრო ადვილად იფუთება. ეს არის ჩვეულებრივად პოლიტექნოლოგიურად გამართული პროცესი, იმიტომ რომ მას არ უნდა ყავდეს ლიდერი, იმიტომ რომ ის ლიდერი არ უნდა იყოს სამიზნე, და წინა ესეთი დემონსტრაციების დროს ჩვენ ნახეთ ვიღაცა ეს აღმოცენებული ლიდერები, აი გუშინ გაიხსენა შოთა დიღმელაშვილიო, შალვა პაპუაშვილმა, ხო? წაგლეკავთ გვემუქრებოდა NGO-ების რაღაც პლატფორმის სახელით. ესეთი სად გაქრა ეს ხალხი? ეს ხალხი ხო სადაც ზოგი სწავლობს, ზოგი ცოცხალია, სად არიან მიშამ შვილდაძე, აღარ ჩანან ესენი. მაგრამ იმიტომ რომ ეს ტექნოლოგია რო არა, აი ესეთი იყოს, დავარქვათ ამას პროტესტი, მშვიდობიანი ხალხი დადის და იმიტომ რომ ამას უნდა დაერქვას, რომ ეს არის ქართველი ხალხი, ხვდები? აი დაუბრუნდეთ ახლა ჩვენს. და რომ დაუბრუნდეთ 2025 წელს მოხდა ის ამ ტრამპის პირველ წელიწადში, რომ ყველაფერს ასაც ქართული ოცნება იძახდა, დაერქვა თავის სახელი, ბეჭედი დაერტყა, რომ ეს ესია. და ბოლო აკორდი იყო დავოსის ფორუმი, ჩვენ ნახეთ კანადის პრემიერ-მინისტრი, რომელსაც თქვა, რომ ჩვენ დიდხანს ვატყუებდით თავს და ეს იყო ვიტრინა, რომელშიც რაღაც ტყუილ ნიშნებს გამდით, ეს სამყარო აღარ არსებობს. 2025 წელს ეს ყველაფერი დამთა უსაფრთხოების არქიტექტურა რო ჩამოშლილია. რომ ეს ლიბერალური დემოკრატიის წესრიგი რო აღარ არსებობს, რომ ეს მულტიპოლარიზმი შემოვიდა. ეს ყველაფერი ასე ჩვენ ვლაპარაკობდით. ეს ყველაფერი დამტკიц. ამიტომ ქართულმა ოცნებამ მოიგო არჩევნებიც, ქართულმა ოცნებამ მოიგო ქუჩის პროცესის, ანუ იმითიც ვერავინ ვერ განახორციელა წნეხი და ქართულმა ოცნებამ მოიგო იდეოლოგიური ბრძოლაც, ანუ აღმოჩნდა მართალი ყველაფერში. ის რაც 22-ში რთული დასამტკიცებელი იყო, იმიტომ რომ ესე ვერ გამოიტანა ამ ყველაფერს, ხო? 25-ში ეს ყველაფერი გაფონდა და შევედით 26 წელს. ეხლა რა უნდა გავაკეთოთ? რა საკეთებთ? ხო, 2026 წელს. არსებობს პასუხისმგებლობა ერთ-ერთი ამორჩევლის მიმართ. ჩვენ თუ მოგწვა 1,100,000 ადამიანმა ხმა და მხარი დაგვიჭირა. ვიღაცას რომ მისცა იმათ ხომ მისცა მთელ ოპოზიციაში ჯამურად 800,000 მაკაცმა ხმა. ეს 800,000 ადამიანის ხმა ჩვენ მათ თქვენს რომ იცი არ ყოფნის, ამიტომ რა გავაკეთოთ? მოდი რა ჩვენ არ გვაინტერესებს ეს 800,000 ხმა, ჩვენ გამოვიყენებთ ახლა აი ამ ჩვენს პოლიტიკურ სტატუს იმისათვის რომ უბრალოდ წინააღმდეგობა შევქნათ. უბრალოდ ანუ არ მივცეთ საშუალება რომ ქვეყანა მართონ, მაქსიმალურად გავამწვავოთ კრიზისი, ვილაპარაკოთ ლეგიტიმაციის არარსებობას და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ შევეწირებით ამ პროცესს, ოღონ ნორმალიზაცია არ უნდა მოხდეს. იმიტომ ჩვენ არ გვაწყობს ეს შედეგი რა. ეხლა წარმოიდგინე რომ ფეხბურთის მატჩი 90 წუთი უნდა გავიდეს, მე უნდა მივიღოთ ეს შედეგი, მაგრამ არა, მე ჩავშლი ამ თამაშს. ანუ თუ მე ვერ ვიგებ, მაშინ მე ჩავშლი. ქვეყანა ზიანდება, ამითი დაზიანდეს, იმიტომ რომ მეტი რაღა უნდა დაზიანდეს, აგერ რუსები გმართავენ. აი ეს ლოგიკა არის. იმ ვინმემ დათვალა რომ ის 800,000 ხმა მერე რას ფიქრობს? მათ ამ დღის წესრიგს მისცეს ხმა? მათ ხმა მისცეს ქართული ოცნების საწინააღმდეგო და ხმა მისცეს დაიჯერეს რომ იცი რა არის. მე მგონი კაცო ფსონი მართლა ევროპაზე და ეს. მისცეს ხმა იმისთვის რომ ხელისუფლება შეიცვალოს. მაგრამ ოპოზიციაში ყოფნა დაეტოვებინათ ეს პოლიტიკური ჯგუფი ამისთვის ხმა არ უწევთ. თუ მათ ცვლილება უნდათ, მაშინ ისინი გახდებოდნენ ერთსულოვნები, შეძლებდნენ ერთიანი კოალიციის გაკეთებას და მეტი სიცხადის შემოტანას. ჩვენ 2011 წელს ახლა ჩვენ კარგად გვახსოვს ეს დრო. ჩვენ ზუსტად ვიცოდით პრემიერ-მინისტრი ვის ხელში მიხეილ სააკაშვილი და ვის ხელში უნდა გადასულიყო ძალაუფლება, მიუხედავად იმისა რომ კოალიციური იყო მაშინ ალტერნატივა, ჩვენ ეს ზუსტად ვიცოდით. ვინ იყო იქ ნომერი 1 ადამიანი? ნუ ოპოზიცია თვითონ აღიარებს რომ ეს პრობლემა გვაქვს ვერ ვერთიანებით ვერ აგვაქვს. მაგრამ ეხლა შესაბამისად მე ამიტომ იმ 800,000-დან თავის დროზე როცა ეს დისკუსია იყო და სანამ სხვაგან წაინაცვლა, მე ხშირად ვეკითხებოდი ხოლმე, რომ აი 4 ალტერნატივა ქონდა, ან 6. უბრალოდ 4-მა გადალახა და დაანჩენ ვერა, ბევრი ალტერნატივა ქონდა. ვის მიეცი ხმა? ანუ შენ ხო იმ 5 თუ 6 ალტერნატივიდან კონკრეტულ ერთს რო იჩევ. ესე იგი, რაღაც კუთხით ხო ამ სიმპათიას გამოხატავ. რაღაცა მეტი პოზიტიური ის ხო გაკავშირებს თქვა რა ვიცი ელენე ხოშტარიასთან ვიდრე ნიკა გვარამიასთან. ანუ რაღაცა პრინციპით ხო არჩიე. ასე ბრმად ხო არ მიგიცია ხმა. ესე იგი შენ ქონდა ეს არჩევანი და შენ არჩევანი იმიტომ გააკეთე რომ შენ წარმომადგენელი გხოლოდა. იმიტომ დემოკრატიას თამაშობ. თუ დემოკრატია არ გინდა და არჩევნები არ გინდა, მაშინ საერთოდ მიდიხარ არჩევნებში პირდაპირ გამოდი და მოაწყვე ჩვეულებრივი რევოლუცია, ხო? როგორც ხდება ზოგადად საფრანგეთში თუ რუსეთში ეს როლი. ეს არ მოხდა. თეა. აქედან გამომდინარე
ეს 800,000 ადამიანი არის იმედგაცრუებული. რომელსაც მე სუვიძახი ხომე რომ თქვენ აი და ეს ხალხი საწავიდა. ის ხალხი დღეს რას ფიქრობს, ვინმე ამას კითხულობს? ჩვენ ვხედავთ ფოკუსში რაღაც პატარა ჯგუფს, აი ყველაზე თამამი კალკულაცია გავაკეთოთ, ვინც დადის რომ იძახიან პროტესტს რო არქმევენ აი ამ დემონსტრაციაზე ვის დაწვა რამდე 800,000 კაცია მეთქი ვიძახი 2024 წელს ვინც მისცა ოპოზიციას ხმა იქ რამდენია ხო წარმომადგენელი იმისი 1% სიტყვაზე მაქსიმუმ 1 არც კი ნახევარი ერთი ძალიან დიდი ნუ ბევრი იმედგაცრუებელიც არის რა თქმა უნდა ახლა დანარჩენი იმის 99% რას ფიქრობს ის არსად არ არის მათ მიერვე შესწავლ ჩვენი სამიზნე არის ეს ადამიანები ჩვენ ამ ხალხს უნდა უთხრათ რომ ოპოზიციის ამომრჩევას რომელიც იმედგაცრუებელია ოპოზიციის ყოფილი ამომრჩეველი ყოფილი ოპოზიციის ყოფილი ამომრჩეველი იმიტომ რომ ამ ხალხმა თავისი პოლიტიკური მოღვაწეობით დაკარგა სტატუსი დაკარგა პარლამენტის ადგილები დაკარგა დაფინანსება დაკარგა ყველაფერი მიხვდი და არ ვიცი მე მათ რა ლეგიტიმაცია გააჩნიათ 100, 200, 300, 1000 კაცი რო ქუჩაში დადის, ეს არის რაღაცის გამოხატულება და სურათი? ეს არის ლეგიტიმაციის წყარო? ხო ხდები? ანუ შესაბამისად რა კი ჩვენ ეს ყველაფერი გავიმარჯვეთ, ეხლა რატო უნდა იყოს ესე ვთქვათ ეროზია, რატო უნდა იყოს ეს სიცარიელე ამ იმაში რა ქვია საზოგადოებაში? ჩვენ უნდა დავიწყოთ ეს პროცესი. თუ ჩვენ ცხოვრობთ დემოკრატიაში, სოფლიოში ასევე 7 ქვეყანა, რომელიც სახელათაც არ იძახის, თუ დემოკრატია ვარო, ხო რაღაცა ბაჰრეინი და ასე შემდეგ. ანუ მაშინ არსებობს თავისი ელემენტარული საფუძვლები და ბაზისი დემოკრატიის, ხო? პროცესი არ არის ქუჩაში, ანარქია, რევოლუცია, ძალადობა და ის 4-ში დაწყება და დამთავრება, ან არის დემოკრატია, რაც ეფუძნება პოლიტიკურ არგუმენტს, დისკუსიას, კამათს და მე ამომრჩეველი ამას ყოველდღიურად უსმენს და რომელიღაც კონკრეტულ კონსტიტუციურად დაწესებულ დღეს იღებს გადაწყვეტილებას. აი ეს არის თელი ფაქტია ჩვენ ერთ საკითხზე ვილაპარაკეთ და ეს არის პასუხი რატომ შეიცვალა, რა შეიცვალა 2026 წელს. რა აქვს მიზანი, ეს არის საზოგადოების განთლიანება. რა თქმა უნდა, საზოგადოების განთლიანება ვინც მოიაზრებს თავს რომ არის საქართველოს მოქალაქე, ეს ქვეყანა ადარდებს და ეს ქვეყანა უნდა გააგრძელოს ცხოვრება დემოკრატიული საფუძველზე და პოლიტიკური კულტურით ის მოიაზრება ამ ხალხში. იმედგაცრუებული ამომრჩეველი, რომელმაც შეიძლება მისცა 2024 წელს არჩევნებში ხმა ოპოზიცია, რომელიმეს არ აქვს მნიშვნელობა იმ 4-დან, რომელზეც გვესაუბრობ. ვინმეს მისცა ხმა, ანუ და მე იმედი გაუცროვდა რომ ისე არ წავიდა განვითარდა მოვლენები როგორც მას ჰქონდა მაგალითად წარმოდგენილი. გაუცრუვა იმედი იმ ოპოზიციურმა პარტიამ. რომელი იმედი გაუცრუდა? აი რო არ შეცვალა ხელისუფლება. არის პარლამენტში წარმოდგენილი ისეთი ძალით რომ გაუწეს აქტიური წინააღმდეგობა საქართველოს. ანუ ვერ ექნებოდა, იმიტომ რომ არაცერთი კვლევით. ის თავს რო იტყუებდა ისე ხარ დებატის მოსმენისას რას გაიგებს? არც ერთი კვლევით, არც ერთ სუბიექტს რომელსაც მან ხმა მისცა უბრალოდ 10%-ზე მეტი არც ერთი კვლევით რეიტინგი აქვს, რომ შენ ზუსტად იცოდი წეს თუ თავს არ იტყუებდი რაღაცა მითით რომ იცი რა მე ეს ხალხი რომელსაც დასანახად ეზიზღება ერთმანეთი რომ მოიგებს ჯამურად არჩევნებს მე ყველაფერი იქნება რაღაც სამოთხისებრად ეს არის თავის მოტყუება შენ ზუსტად იცოდი არჩევნებზე რომ მიდიოდი თუ ქართულ ოცნებას ხმას აძლევდი 10%-იან საუკეთესო შემთხვევაში პარტიას და მე უკვე ხელს აწერდი იმ ბუნდოვან მომავალზე რომ იქ ვინ გაიმარჯვა იმ კოალიციაში სინამდვილეში ძალაუფლება ხელში ვინ ჩავარდა და ასე შემდეგ ეს უკვე აღარ იცოდი მაგრამ ხელს იცოდი რომ გინდოდა ქართული ოცნება არ ყოფილიყო და ვიღაც 10%-იან პარტიას აძლევდი და მე იყო გაურკვეველი სქემა როგორ იცვლება ხელისუფლება ხო ამიტომ იმედის გაცრუებას როცა მე ვლაპარაკობ იმედის გაცრუებას რომ ყოველ შემთხვევაში ეს ხალხი პარლამენტში უნდა შესულიყო ეს დებატი ყოფილიყო დაპირისპირება და ეს ბალანსი მეტი იქნებოდა რომ არა ეს თელის პროცესები ჩათვალე თავისი 28 ნოემბრის განცხადებით არაფერი მსგავსი არ მოხდებოდა ეს კრიზისი ხო შეიქმნა მორიგ წრეზე ზუსტად იგივენად კარგი მაშინ ჩვენ შევყევით ამ ხას და გუში პირდაპირ თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ რომ ჩვენ არ დავტოვებთ არც ერთ ხრელს რა გამოიყენებთ სხვა ხრელს და სხვა მექანიზმს იმისათვის რომ გარეჩარევა მოხდეს ქვეყანაში ეს ყველაფერი ამოიქოლება ანუ არ არის საკმაოდ ამბიციური განაცხადი რომ დაუშვათ ეხლა 2026 წელს კონდეს ხელისუფლებას თავარი ამოცანა და მიზანი რომ იმ ადამიანებს აუხსნას და მიიტანოს იმ ადამიანებამდე ის რასაც აუბროს წლების განმავლობაში, რომლებიც არიან მაგალითად 2024 წელს ოპოზიციის ამომრჩეველი, მაგრამ ეხლა არიან ესე ვთქვათ ფრუსტრირებულები. ხადია, ამ ხალხმა კარგად უნდა გაიგოს, რატომ არიან ფრუსტრირებული, რისთვის არიან და ჩემი აზრით ძალიან საკმარისი დრო არის გასული იმისათვის, რომ მათ თვითონაც შეგრძნების დონეზე ან გასნობრების დონეზე ეს კონდეთ. ქართული ოცნების ამომრჩეველი იქნება ეს. და არც არის საჭირო რომ იყოს ქართული ოცნების ამომრჩეველი. თავარი რაც ხალხმა უნდა გაიგოს, ეს არის რომ ჩვენ ამ ცხოვრობ დემოკრატიაში, რომელიც არის წესებზე დაფუძნებული. ან ამაში არ ვცხოვრობთ.
რა თქმა უნდა 100% ამ ქვეყანაში ქართული ეზნების გამორჩეველი. კი ბატონო, თავი მიზანი არის საზოგადოებაში არსებული განხეთქილების ამოვსება. როგორც ჩვენ აქ ვზივართ და ვლაპარაკობთ ერთმანეთს არ ვეთანხმებით, მაგრამ რაღაცა კულტურა არსებობს, ხო, გადაცემის. პარლამენტი ამის ადგილია, ჩვენ უბრალოდ რაღაც საბაზისო მდგენელები დაგვავიწყდა. აი ეს გუში რომ დებატს უყურეთ, ვინც უყურა და ვინც ჯერ არ უყურა 2 საათიან დებატს, რომელსაც აი რეიტინგებს უყურებთ, არ დაკლებია მაყურებელი, ხო, არავის არ მობეზრებია და ყველამ დიდი ამბით უყურა. ეს არის სწორედ დებატის ჭეშმარიტი ფორმატი, გადაცემამდე ვლაპარაკობთ. დანარჩენი ყველაფერი არის პოლიტიკური კორიდა, სადაც უნდა იყოს ჭიქების სურა, ყვირილი და აი ამ რაღაცა ესე დიდი ტრადიცია აქვს ქართულ ამას ძალიან დიდი ტრადიცია აქვს, მაგრამ ნუ დიდი ტრადიცია გპ-ისაც ქონდა, მაგრამ აღარ არის. კარგი, გასაკეთე, ამ თემაზე მე სხვა დროსაც ვსაუბრობ, იმიტომ რომ დავასპოილერე. წინასწარ თქვი რომ კიდე მომიწვიო რაღაცაზე. კი ბატონო, არ არის პრობლემა, ნებისმიერ დროს მზად ვართ გიმასპინძლოთ და გავაგრძელოთ საინტერესო თემებზე საუბარი. გურამ ნიკოლაშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. დღეს ჩვენი გადაცემა დასრულებელია. ჩვენ ზუსტად ერთი კვირის თავზე ამავე დროს ამავე ტალღაზე შევხვდებით ერთმანეთის დროებით.